იაგოს შემთხვევაში მე პრობლემა მაქვს და იგივე პრობლემა მაქვს ჩერგოსთანაც. რომ მგონია რომ ამ იდეების არასწორი ფორმით კომუნიკაციით ადამიანებთან თუ მედიასთან ამ იდეებს აზიანებთ რა. აი მაგალითად, რამდენი ცოტა ხნის იქაც მოგიწერენ პოსტი გქონდა, სადაც ტელევიზიას რომელშიც მე ვმუშაობ, უწოდე საქათმე და თან ამავდროულად სულ გაქვს პრეტენზია, რომ მე არ მიწვევენ, ბლოკავენ და ასე შემდეგ და ეს არის ჩემი აზრით პრობლემა, რომლის გამოც ეს იდეები არ ისმის ამ ტელევიზიებში. მე მესმის რომ შეიძლება თქვენგან არ მოდის, სადღაც ობიექტური ის გაქვთ, რა ქვია, პრეტენზია, რომ სადღაც არ მიგიწვიეს და ამაზეც შეგვიძლია მე გავშალოთ და მე თვითონაც კრიტიკული ვარ ხოლმე ტელევიზიების მიმართ, მაგრამ ერთი რაღაც არის ძალიან მნიშვნელოვანი რა, როცა ხარ პოლიტიკოსი, უნდა გესმოდეს განსხვავება ადამიანს უთხრა სულელი ხარ, ან ადამიანს უთხრა სისულელე თქვი. მაგალითად მომყავს რა. მაგალითად, შენ თუ მეტყვი რომ მე სისულელე ვთქვი, მე შეურაცხყოფილი არ დავრჩები, მე შეიძლება დაჟე წავიდე, გავიაზრო და მივხვდე რომ ბიჭო, მგონი მართლა სისულელე ვთქვი, იმიტომ რომ ყველანი ვამბობთ რა სისულელეს, მაგრამ როცა შენ მეუბნები რომ სულელი ხარ, მე და შენ კარგავთ შესაძლებლობას რომ დიალოგი შედგეს რა. რატო?